პირველი მონაწილე. გიორგი გელდიაშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა. სალამი. როგორ ბრძანდებით? მადლობ თქვენ როგორ ახართ? კარგად. ეძებთ ვინმეს? ვისაც? გოგოს საჩამო. გოგოს სათქენოს? ნაშების პონჩი ხარ მოსული? მე მგონი რა. ნაშების ხარ. გამარჯობა, შენ რა გქია შენ? გინდა ამ ჩაწერას რომ მოვჩე მე წავიდე სადმე. ყავა დავლიოთ. არა? ცოტა ხანი დაიცადე, კაცო. ცოტა ხანში კითხავ, მაშინ კიდე. იქნება რესტორანში არა, თუ გინდა ჩვენ გავალთ და თქვენ ისაუბრეთ, არა, საერთოდ. აუწყოთ მაშინ. ჩვენ ხო გავიდეთ საერთოდ. რა ხდება, რა უწერი ერთი აბა? ძალიან ესა ცეცხლოვანად დაიწყო ჩვენმა გიორგიმ დღევანდელი გადაცემა. ცეცხლები კიდია. აქტიურად არ ვიცი ახლა მე. რაღა კითხო? აგერ გოგონას ეპატიჟებოდით, მაგრამ ყველა ძვირფას ნივთი რომელიც გაგაჩნდეთ ლომბარდშია. აჰა. ანუ სპეციალურად ჩადეთ ლომბარდში რომ დღეს ყავაზე წასულიყო. კი ბატონო. ხედავ? რაიცი აქ რა მოხდება, რა. როგორი მიხვედრილი ვარ. ძალიან, ნიკო. კი ბატონო. საყვარელი ქვეყანა საქართველო გიწერიათ. აი საქართველოში რა გიყვართ ყველასთან? პატრიოტი ვარ სულით ანუ რა. მაგალითად? რა ვიცი ეს მხარეები. ორზღვაშუა როა და ზღვაშუა რო არის. არა ორზღვაშუა არ არის. აი ის მოგწონთ მაგალითად. შუქნიშანზე რო ხარ გაჩერებული დავუშვათ ავტომობილით და გვერდზე BMW-ს მაგის ავტომობილი რო ნენელა მიგორავს რო გაგისწროს მწვანე რო აინთი. ეგ არა, მაგრამ შუქნიშანი არის ძალიან მაგარი იმა ჭავჭავაძის და ყიფშიძის. მარცხნივ ჩასახვევი რო გააკეთეს. თქვენი პროპკა მოხსნა. ერთადერთი შუქნიშანი რომელსაც ვემხრობია. სხვათა შორის ურბანული დაგეგმარებაც თბილისის აგვერჩია. დემოგრაფიული პრინციპებიც არ არის პროცესში. მოდი დავიწყოთ თავს თუ შევაწყოთ. რა გვესაუბრა, საინტერესო დიალოგია. დავრჩეთ კაცო, დავრჩეთ მე და ვისაუბროთ. არანაირი პრობლემა არ არის. გიორგი მზად ხარ ხო? წესები იცი? რამე თუ არ შეიცვალა კი ამას. რამე თუ ბოც, არა, მე მგონი არ შესულა პირველი წუთი 50 ლარი, მეორე 100, მესამე 200, მეოთხე 400, მეხუთე 1000 ლარი, წარმატებული წუთის შემდეგ ფული შეგვიძლია ავიღოთ, გავიქცეთ, რჩებით, ვერ ვაცინებთ, წავაგეთ. აი, მარტივად ესე ყველაფერი. ძალიან მარტივია. შესავალი თუ პირდაპირ ჩავთო დრო? შესავალი მოდ დარბას მივმართავ. კარგი ხალხი ვინც ხართ? თან მე გამხნევდები, თან დავითვალოთ რამდენი ხართ და ტაში დაუკარეთ ყველამით რა. რამდენი არიანა? მიდგომა? რა დამთხევა რომ არც ერთი უნდა მოსვლა გადახსენებული გასაგები. ყველა კარგი. რა დამთხევა? დავიწყოთ მაშინ. მოვემზადოთ 3 2 1. ნუ დღევანდელი დღით დავიწყებ, აქ რომ მოვდიოდი, მეგონა რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნებოდა, მაგრამ Facebook-მა გაჯობათ, ჩემმა ნაცნობმა სურათი მანახა, კერძო სახლის კარები იყო გადაღებული, ზედა წერა ზარი გაგვიფუჭდა, ძაღლი გააღიზიანეთ. მერე ძაღლზე გაახსენდა და მითხრა რომ შაურმაში ურევენ ძაღლის ხორცს. მეთქი შარსი არის კადრებენ ეხა შაურმაში როგორ არაო და ბოლოს მაწანწალა ძაღლი როდის ნახე. დაგეღი. არა, გამეღიმა? კი. გაფიცე ყველაფერს. შეგვიძლია. ფაქტი ერთია რომ გაგეღიმა. 50 ლარი შენია, 5 თუმანი გაქვს. კი ლოცა. წინ 10 თუმანია. 10 თუმანი იყო. კი, 10 თუმანი. რა კარგად დავთვალე? მაშინ ასე ვთამაშობთ 10 თუმანზე, ხო? 10 თუმანზე ვთამაშობთ. კარგია. მოვემზადოთ 3 და კიდუაბასზე. 2 1. ნუ ძაღლზე გავაგრძელებ, შაურმაში იყენებენო, ძაღლის ხორცო. მეთქი არ იკადრებენ თქო, როგორ არაო? მაწანწალა ძაღლი როდის ნახე ბოლოსო. ნუ მაგან დამაფიქრე, ეგ კი არა გუშინ აკუბარდიას გადაცემას უყურებდი. ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებიდან ერთ-ერთი ყავდა მოწვეული და ერთად აგინებდნენ მთავრობას. ის ძაღლი წუწუნებდა, აქ მაგრა გვაწუხებენ. იყო, აღარ შეგვიძლია დავიტანჯეთ. თან მაგის გარდა მარიხუანა მაინც დაუშვანო. ერთადერთი ქვეყანა, სხვათა შორის, სადაც შეგნებულად არ ეწევიან მარიხუანას, არის სომალი. იმიტომ რომ იციან რომ მე მოშივდებათ, ანუ და ცოტა რთული სიტუაცია იქნება. ნუ, გარდა მაგისა, საქართველოს ბავშვებს ზოგს დიდ თავებს თავკასებს ეძახდნენ, პატარებს და ხუჭათმიანებს, ხუჭუჭებს, სათონებიანს აჭკარიკებს. მაგრამ ხან წარმოსახვა გამოდიოდა და ერთ ჩვენი ნაცნობია სამკუთხედი თავი აქვს და ბერმუდას ეძახიან. ბერმუდაზე გაგეღიმა, ნიკოლას. ბერმუდის სამკუთხედი, ახსოვ შენ? ძალიან დიდი სკანდალი იყო, ეს იყო კომუნისტების პერიოდში.
10 თუმანი. 10 თუმანი შვილები. გაქვს. წინ არის 20 თუმანი. 20 თუმანზე რა ვშევით? თამაშობთ? ვითამაშოთ. ვითამაშოთ. კარგი. 3 2 1 რაც შეეხება თავს, ეგ ჩემინაც რომ მეუბნეოდა მეც რომ დიდი თავი გაქვს. ნუ არ უჯერებდი ხა თავი. მაგრამ ბოლოს პრობლემა გაირკვა, ჩინეთიდან ჩამოვიდა და ქუდი ჩამოვიტანა ჩინურის, ქოლგასავით ქუდები როა. რომ დავიფარე, გარეთ რომ გამოვედი, ხალხს ებრაელი ვეგონი. და ნუ მაშინ გაირკვა, რომ კაი დიდი თავია. ვიღაც ბიჭებმა მითხეს, რომ რა იყოს სინაგოგაში უნდა შეიპაროს სადმეო და მეთქი არა. მოხუცმა წყვილმა ჩამოიარა მანქანით და გააჩერეს ჩვენ სინაგოგისკენ მივდივართო და ჩაგუჯექი ჩაგიყვანთო, პროსტა გზაზე აკუბარდიას უნდა გაუვარო და ისე უნდა ჩავიდეთ. ნუ აი მეთქი კი ბატონო, წავიდეთ. კიდე იყო ესეთი სიტუაცია, რომ ჩემმა მეგობარმა Nokia-ს დამტენი უთხოვია, მსხვილი დამტენი ხო არ გაქვს, ხო და არა მე უწყლოს ხმარობო, ჩემი ტელეფონი სუბოქი ყოფაქცევის არ არისო. მეთქი ნორმალური ხო ხარ თქო და რა ნორმალურიო მის დასატენა ტელეფონის დასატენად ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენს იყენებ. რა. აი ზედა. ასე გავიდა ეს ერთი წამიც. გავიდა. რა ვიცი. ო აი უკვე 20 თუმანზე უკვე აი მან უკვე გაგვიჭირდა რა. გაგვიჭირდა. მაგრამ რა შეცდომები დაინახეთ ზურფასო ხუმრობებს ველოდი უფრო. კი ბატონო, რა ვიცი, გიორგი უდაოდ საინტერესო ადამიანია. უბრალოდ მე ვიტყოდი იმას, რომ ყოველთვის ამაქვს ეს რაღაც განვითარება უნდა ქონოდა ამ ისტორიებს, უფრო ძლიერი, ანუ შესაბამისად უნდა იზრდებოდეს ქრონოლოგიურად მაღლისკენ ცოტა ზემოთ, რაც მე მაგალითად დამაკლდა გიორგის გამოსვლაში. გიორგი ამას გაითვალისწინებს და კიდე გვესტუმრება. მოგესტუმრები გიორგი. მაშინ აი ეს კეთილი ხალხი როგორც ჩვენ ახსენე და წესიერი ხალხი აპლოდისმენტებს გაჩვენებთ. მადლობა მომზადებისას. მოვკითხე კიდე ერთხელ. ცაგებ. რაღაც დასაკარგი წამოწავდით და დავუმრიოთ ყავას. არა, არც ფული, არც მომეგო მაინც ხო წამოვიდა. ფული მაინც მოგეგო, ეგრეა. გავაცილოთ ამ პლოდისმენტები.